მე ვფიქრობ, რომ ამ ბოლო 10 დღეში მოხდა საერთოდ უდიდესი გარღვევა. იმიტომ რომ ეს მარტო ეს არ არის, ესე იგი იქ წასვლა. აქ არის სამი კომპონენტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი მიმაჩნია საქართველოს ისტორიაში. გარღვევა მოხდა საერთოდ საქართველოს ისტორიაში მის უშიშროების, უსაფრთხოების, სიმყუდროების საკითხებში. ეს არის სამი რამ. პირველი ეს არის სუბსა, რომელმაც ესე იგი შეძინა მას ახალი ფუნქცია, უკვე რეალურად და უკვე ეს კი არა უბრალოდ რაღაც ოცნებების სფერო, არამედ ესაა ნამდვილი რეალური ინტერესი მის მიმართ და ბუნებრივია რომ ამას მოაქვს უსაფრთხოება. მეორე, ეს არის ნატოს 50 წლის თავი და ახალი კონცეფციის მიღება, რომელიც უკვე ითვალისწინებს კრიზისებზე რეაგირებას, ესე იგი, ეგრეთ წოდებული მეხუთე თავის მიღმაც კი, ამ მეხუთე თავი იცავს მხოლოდ ნატოს ქვეყნებს და ეს კრიზისებზე რეაგირება უკვე გარეთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ფაქტიურად დღეს ხორციელდება კოსოვოში, რა? და მესამე, ეს არის გარღვევა კვლავ საქართველოს მიმართებაში ევროპასთან, ეს არის მისი წევრობა ევროპის საბჭოში. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ 12 დღეში ხდება ერთდროულად. აი ეს სამი რამ. ასეთი რამ არასდროს არ მოხდა. ეს არის 12 თუ 10 დღე ჩავთვალოთ. იყო ასეთი წიგნი, გახსოვთ 10 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო. ნუ ის სხვა თემაზე იყო სამწუხაროდ. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ 10 დღემ ესე იგი საქართველოს ისტორიაში შემოიტანა იმდენი სიმყუდროვე და უსაფრთხოება, რამდენიც არ შემოუტანია პირდაპირ გეტყვით არც ერთ 10 წელიწადს საერთოდ ისტორიაში. საქართველოს არასდროს არ ყოფილა ისე დაცული, როგორც დღეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი მაინც მთლიანად დაცულია, იმიტომ რომ ეხლა საქართველოს უკვე მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება შიგნით. აი, რომელი ძალები როგორ განავითარებენ მას. იმიტომ რომ საქართველოს უნდა შეინარჩუნოს ეს კურსი, უნდა შეინარჩუნოს თავისუფალი საზოგადოება და მხოლოდ მაშინ იქნება იგი მართლა დაცული.